როგორც ფშაველი ეხლაც რო უყურებდი აქ ძირითადად ეს სალოცავებში დამყოფირო ვარ ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ეს რუზველტ მართვალაშვილი რომელიც აქ იყო წლების განმავლობაში პოეტი მოჭადრაკე ჩარგლილი პიროვნება უყურებდეს ახალგაზრდა ბიჭი ხევისბერი იმას თუ ესე გამორჩეული ნიკით და მადლით არ იქნება ესე შემთხვევით ხევისბერად იქ არავის არ აირჩევენ და რო უსმენდი და ვარკვდებოდი მე სემინარიაცა მაქვს დამთავრებული და აი ესე გამართულად ჩამოლოცვა ხალხში როგორც აკეთებდა შეიძლება სიტყვები არ გეყოფინოს ფანტაზია არ გეყოს ნახეთ როგორ გამართულად როგორი იმით თავდაჯერებულად მოძღვრის ყველა თვისება ჩამოყალიბებული ადამიანი და თან ახალგაზრდა კაცი და აი რა თქმა უნდა ეს დაბრუნების თემა ეს ისეთი თემაა რომელზეც არ ვლაპარაკობ მაგრამ ისაც ვიცით რომ ძალიან ძნელია ეს და ალბათ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით აქ ჩამოსულებმა უკვე როგორია და რო გეძახიან მოდი ისინი კი გეძახიან ვალდებული არიან მაგრამ ჩვენც ვიცით ჩვენი გულიდან რა მოდის ფიქრი სადამდე მიდის სადამდე წდება ჩვენ ზორმა გადუფრო დიდი ტკივილია ეს მე წერდი ჩემ მეგობრებს რომ თქვენ მან ყველას ერთი ადამიანი გენატრევით მეთქი და წარმოიდგინეთ ახლა რამხელა მონატრება უნდა მქონდეს მე მარტოგას რომ სტატიტავად ყველა რომ ენატრებს რომელია უფრო ბევრი მეთქი და ეს ყოველ ჩვენთაგას შეიძლება არ გვიფიქრია მაგრამ თქვათ ხო ესეა ხო ამას ვერ დამალავ ეს ჩვენ გვჭირდება აქ ყოფნა თორე კი არ გვინდა არსებობს რეალური და არსებობს კიდე აი ის სასურველი რომელიც ერთი მეორე ძალიან ხშირად არ ემთხვევა ეს არის ჩვენი უბედურება მაგრამ ეს შემოძახილი ზუსტად დროულია რა თქმა უნდა ეხლა რაც უფრო მეტად თორე თუ იქიდანაც გითხეს კარგად იყავით არ გვინდიხართ მაშინ განათოთ ჩვენი გულის ხო აი ეს მაგას არ გეუბნია ზუსტად რაც უცხოები არასდროს ყოფილიყვნენ საქართველოში მე არასდროს შეეხება აი ბატონი ანდრო ჩვენი საქართველოს ქართველი პონტიელია და ქართველი ბერძენია თუ პონტიელია ქართველი ბერძენია მოგზაურობთ ბატონო ანდრო გამოდით წინ ბატონი მერაბიც გამოივლის სოლიდ ქართველი ნადულად ძალიან კარგი ხონიზია დიდებული ხონიზია არ მეტყვი პროფესიონალური პროგრამები გოგონამიტა ძალიან კარგი მაგის კრიზისი არ არის ბატონო რამდენი გინა იტირებს ეს შეიძლება გამომიმუშავ